დედა, ვინც კი ვინმე ამ ინფორმაციას შეიმცნებთ, ვინც კი ვინმე შეიგრძნობთ, ამ სიმართლეებს ხართ დალოცვილები და გასამრავლებლები და ნამდვილი დედის უნარები, ნამდვილი არსის წყალობა თქვენში გადმოედინება. ვინც კი ვინმე ვერ გაიგებთ, არ გაიგებთ, ვინც კი ვინმე ვერ გაიგებთ, თქვენი ბრალი არ არის და იქნებით მაგ სატანჯველში და მაგ გაყინულ მოლოდინში, ახალი ცრუ რწმენებისა და ახალი მხსნელების მოლოდინში იქნებით და ვინც არ გაიგებთ, აი თქვენ იქნებით სამარადისოდ მაგ ტანჯვა წყევლაში ჩარჩენილები და თქვენ გეკრძალებათ ჩემი დების, ჩემი დედების, ჩემი ქალიშვილების, ჩემი არსის არამც თუ ხსენება ფიქრიც კი ჩვენზე. რადგან თავად ირჩევთ ცრუ რწმენებს, თავად არ ცნობთ და არ შეიცნობთ დედაბუნებისა და დედაბუნების ნაშიერების ამბობს, დედაბუნების სიმართლეს, დედაბუნების დიდებულებას და პასუხსაც თავადვე აგებთ. თქვენივე ტანჯვით, თქვენივე გადაწყვეტილებით, რათა არ გაიგოთ, არ ისმინოთ და არ შეიმცნოთ სიმართლეები. და თუ შეიმცნობთ, და თუ გაიგებთ, და თუ აღიქვამთ, და თუ იგრძნობთ, და თუ ვერ გრძნობთ, მაგრამ რაღაც გეუბნებათ, რომ ეს სინამდვილეა და დედაბუნების წიაღის გაღვივებისთვის, ნამდვილი ბუნების შვილთა სახურებაში ჩადექით. ახლა კი სიმართლეები ღვთისმშობელზე, ასევე ალუბლებს ჯამ დღეს. დღეს ალუბლების ხე აღმოვაჩინეთ თუთის ნაცვლად. სიმართლეები ღვთისმშობლის შესახებ და სრულიად საქალღმერთოს და ქალთა გადაუწერელი ისტორიის შესახებ. მინდა რომ პირველ რიგში, სანამ ღვთისმშობელზე გიამბობდეთ თუ რა მოხდა, ვახსენო კოლხი მედეა, რომელიც გახდა იარაღი რომაული იმპერიისა, ბერძნულ რომაული ერთობისა და გაერთიანებისა, რათა გაეძარცვათ ენერგიებისგან სრულიად კავკასია, კოლხეთის დაბლობი, შავი ზღვისპირეთი და ის ჯადოსნობები და ის ეთერი, რომელიც ქართულია, რომელიც დღემდე ქვიათ ქალებს, ეთერი დეიდებო, ბებიებო, დებო, ქალიშვილებო, თქვენ ძალიან ძლიერ სახელს ატარებთ, რადგან სწორედ ეს ეთერი იქმნა მოტაცებული ოქროს საწმისის სახით, ოქროს სხვარი, ოქროს კრავი, ეს გახლავთ სიმბოლიზმი იმ დამყოლი ქრისტიანული, ნამდვილ ოქროს განზომილების მზის შვილთა, წიაღის მზის შვილთა სულთა მითვისების, რომელიც მედეას დაათმობინეს და მედეას გააკეთებინეს. დავსვავ თორე გარბის. და როგორ გააკეთებინეს და როგორ დაათმობინეს
მედია ვინ იყო და რა ხდებოდა, ჩემზე უკეთესად იცით ეს ფაქტები, ეს ისტორიული ჩანაწერები, გადაწერილი ფაქტები, ან გამახვილება იმ ფაქტებზე ყურადღებისა, თუ რა გააკეთა არასწორად და როგორი სირცხვილი და როგორი ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა ჰქმნა მედიამ, ხო? რომ თავისი შვილები მოკლა, მას შემდეგ რაც ოქროს საწმისი გაატანა იასონს, ანუ რას ნიშნავს ოქროს საწმისის გატანება? ეს გახლდათ პენეტრაციული აქტი, როდესაც ეს შემოსული ჯარისკაცი თუ არგონავტი თუ რასაც წარმოადგენდა, მოტყუებით შევიდა ურთიერთობაში კოლხ ქალთან და მიიბა მისი ოქროს განზომილების წვდომები და ენერგიები საკუთარ ასოზე, საკუთარ კაცობაზე, რომელიც თავისთავად მიერთებული იყო იმ იმპერიაზე და იმ პატრიარქატულ მოცემულობაზე, რომელსაც ამჟამად რომიდან მართავენ და იმ პერიოდში ადგილობრივად საბერძნეთიდან მართავდნენ. რო ვამბობთ ხოლმე, რომ ბერძნები ჩვენი დები და ძმები არიან, ბერძნები გახლდათ ჩვენი დები და ძმები მანამ სანამ პირველად მათ არ შეუჩნდათ ეგრეთ წოდებული ეშმაკი, ეგრეთ წოდებული ეშმაკისეული ძალები, რადგან შეუჩნდათ თუ არა დასავლეთიდან წამოსული ეს საშინელება მათ, ისინი მაშინვე შუქის, სინათლის, სულის და ამ ყველაფრის მოსაპოვებლად კავკასიაში გადმოდიოდნენ. რადგან იცოდნენ, რომ აქაურობაში ბავშვებივით სუფთა, ბავშვებივით წრიალა და უცოდველი ადამიანები, ზრდასრულები ცხოვრობდნენ. სწორედ ამის მსხვერპლი გახდა მედეა, თუმცა მან აირჩია, რომ მე მსხვერპლი არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებიო, მე დიდებულ ქალღმერთთა ქურუმი ქალიო და გადაწყვიტა და მსხვერპლად უკვე გაიღო და შესწირა საკუთარი შვილები, რადგან გამოეხატა ის პროტესტი და ის საშინელი სულიერი ტკივილი და ტანჯვა, რაც ამ არგონავტმა მიაყენა მოტყუებით, გაძარცვით და თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად მისი ქალღმერთული ოქროს საწმისცეული ძალების მითვისება აქაურობიდან. სწორედ მისგან წამოსული ეს ჩანაწერი, ეს გადაწყვეტილება და ეს წევლა გადადის დღემდე სამეგრელოზე და სრულიად კაცებზე, რომლებიც ამ არგონავტისეულ ცნობიერებას დაყვებიან და მეგრელ ქალებს და კოლხ ქალებს ძარცვავენ ენერგეტიკულად და შვილებს, უწყევლიანან შვილებს აწევლინებენ. ეს სისტემა და ეს მანქანა ოდითგანვე იყო ჩართული და ჩვენი პირველშობილი დედები და ქალღმერთები ძალიან ისე ბრძოლისეულად უდგებოდნენ ამ საკითხებს, რომ ბრძოლისეულად უნდოდათ შურისძიებით უნდოდათ და ეს ბრუტალური გამოხატულებებით უნდოდათ, რომ გაესწორებინათ სამართალი, თუმცა ეს ყველაფერი უკვე მათ ცნობიერთან შეერთებით ხდებოდა. ნახეთ, იქაურებთან, ანუ ამ მოწამლულ დასავლურ ცნობიერთან შეერთებით ხდებოდა, რადგან შეჯვარდნენ, რადგან ინფორმაციები გაიცვალა, სერფანტული ცნობიერება შემოიჭრა უკვე ქალში, არში, მედეაში, მოწამლა მთლიანად კოლხეთი მაგ შემოსულმა ენერგიამ და დიდმა გველმა და დიდმა დრაკონმა დაისადგურა და ჩვენი ოქროს კრავი და ოქროს საწმისი აქაურობიდან გაიტანეს. ენერგიები წარმოიდგინეთ, ეს სიმბოლიზმია, რასაც ლეგენდებში, ჩანახატებში და ამ ყველაფერში გვანახებენ, რადგან
გახსოვდეთ, რომ ილუმინატები, პაპები, პატრიარქები ყოველთვის ენერგიებზე და სულებზე ნადირობენ. მათ ამბიციაში აქვთ, იციან რა არის მთავარი და ეს ცოდნები ადრე ქალებს ჰქონდათ. და რადგან ქალებს ჰქონდათ, მათ გადაწყვიტეს ამ შემოჭრილი ინტელექტით, ეგრეთ წოდებული რეპტილიური ტვინის გააქტიურებით, რომ ძალით, შურით, ბოროტებით, ძალმომრეობით ჩაეგდოთ იმ ყველაფერზე წვდომა და ის ყველაფერი, რაც ქალებს, დედებს თავისთავად ბუნებიდან უნაწილდებოდათ ხოლმე. და გახსოვდეთ ყოველთვის, რომ რასაც ჩვენ ბავშვობიდან გვაჩვენებდნენ და თქვენ დღემდე გაჩვენებენ, ვისაც არ გვიძავთ და ვერ ხედავთ და ვერ გრძნობთ ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი გახლავთ უბრალოდ სიმბოლიზმი. სიმბოლოები აქვთ არჩეული და ამ სიმბოლოებს შემდეგ ასხავდნენ ხოლმე ფორმას. ისევე როგორც სიმბოლოა ჯვარი, გადაჭრილი მთლიანად ქალის რეპროდუქციული სისტემა, საშვილოსნო, გადაჭრეს და პენეტრაციული ჯვარი გააკეთეს, სადაც თავად ქრისტე გააკრეს. ანუ ძალიან ბევრი სიმბოლიზმებია და სინამდვილეში საუბარი გვაქვს ენერგიებზე, ენერგიების მიტაცებაზე, ბედის გაცვლა-გამოცვლაზე, რადგან აქაურობაში უფლება მხოლოდ უფალს აქვს, თავის უფალს აქვს აქაურობაში შემოქმედების ნებისმიერი პროექტის, ნებისმიერი კანონის, ნებისმიერი რამის აშენების, დანგრევის, ყველაფრის უფლება აქაურობაში უფალს აქვს და უფლის შვილებს. მეც არავის. და ამიტომაც ისინი იტაცებენ უფლებებს, სულების მიტაცებით. უფლიანთა სულების მიტაცებით. როგორ შეიძლება 66 წლის, 67 წლის ამერიკელი კაცი, რომელიც შოტლანდიის იმიდან რა ქვია, ფესვებიდან მოდის, პატარა ბავშვის, ქართველი პატარა ბავშვის თვალები კონდეს. როგორ შეიძლება და მიტაცებით, ენერგიის მიტაცებით. ეს კაცები, ეს არსებები მართავენ მათ გონებას და მათ საქციელებს და მაგალითისთვის აწიოკებენ ოჯახებს. აწიოკებული, გაუბედურებული, გაპარტახებული ოჯახებიდან იშვილებენ ბავშვებს. ეს ბავშვები გახლავთ წყარო საუფლო ენერგიებისა, უფლებებისა, ბავშვთა უფლებები. ამიტომ არის პირველ ადგილზე წამოწეული, რადგან უფალი ბავშვებში ყველაზე მეტად კიაფობს. ცოტა მრავლის მომცველი ლაივი იქნება, მაგრამ სიმართლე უნდა იჭახჭახოს და სიმართლე გასავრცობია, რწმენები დასალაგებელია და ცრუ რწმენები გასაბაათილებელია. ამბობენ კიდევ, რომ მეორედ მოსვლის დროს ისეთი დრო მოვაო, დედა შვილს არ აიყვანს ხელშიო. გახსოვდეთ, მეორედ მოსვლის დროს ნამდვილი დედა შვილს ხელში კი არ აიყვანს. მთლიან ოჯახს აიყვანს ხელში და მხოლოდ ღვთისმშობელი გადაარჩენს ოჯახსაც, შვილსაც, ქვეყანასაც, ერსაც და ყველაფერს. მაგრამ სრუ დედები და შეპყრობილი დედები და ეშმაკისგან დაპატრონებული ქალები, რომლებმაც საშვილოსნოები დაიჭრეს, ამოიჭრეს, მე არავის არ განვიკითხა, უბრალოდ ფაქტებს გეუბნებით. მათი სულებისთვის ულოცულობ და ვილოცებ მარადის, მაგრამ მე გეუბნებით ამ ბიორობოტებზე, რომლებიც დაჩეხილები არიან, ამოჭრილი აქვთ ყველაფერი ქალური, დაჭრილი აქვთ ძუძუები, ამოჭრილი აქვთ საშვილოსნო. ისეთი ამბები აქვთ გამოვლილი პატრიარქატული სისტემის მსახურობისთვის და პატრიარქატული სისტემის ქალობისთვის. ქალობა აქვს დაკარგული, კაცებად არიან გარდაქმნილები და მარტო პამადით და სილიკონებით და რაღაცეებით გვევლინებიან ვითომ და ნამდვილი ძუძუ და ნამდვილი ქალები იყვნენ. ესენი არ არიან ნამდვილი ქალები. და იცოდეთ, მასეთ ქალებს, ვისაც შეიძლება შვილები ყავდეთ, ან ვინმე მასეთმა თავი მოგაჩვენოთ, რომ დედაა თქვენი. იცოდეთ, ეშმაკისეული არსია მისგან წარმოდგენილი, რათა
წყალობა მიიღოს შენი ენერგიებისა და გმართოს. მათ არ უნდათ აქაურობის, მართლობის დატოვება, იცოდეთ ეს ძალიან კარგად. ამ ქალებს არ უნდათ აქაურობის დათმობა. რადგან გონიათ, რომ კაცური თვისებები და კაცური ენერგიები და კაცური ეს დაცემული პატრიარქატული ენერგიები, რომ მათში მოედინება და მათ მთლიან ორგანიზმს შხამავს, წამლავს და ქალურ ყველაფერს აკარგინებს, მერე იგივეს დაეძებენ, გარეთ დაეძებენ სამიზნეებს. გარეთ დაეძებენ ცოცხალ, მთლიან, ჩუხჩუხა ქალებს. ყიდულობენ სუროგატებს. ყველანაირად ცდილობენ, რომ თავისი ქალობა რაღაცნაირად აინაზღაურონ, თუმცა მათ ეკრძალებათ დედაბუნების შეურაცხყოფა. ჯერ საკუთარ თავში ეკრძალებათ დედაბუნების შეურაცხყოფა, რაც თავიანთმა სულმა და მაღალმა მემამ არ აპატია. ახლა, როდესაც იგივე სხვებში ცდილობენ დამართონ, საერთოდ ეკრძალებათ ეს ყველაფერი. და ამ ქალებს უფრთხილდით, რადგან ეგენი ამბობენ ხოლმე ხშირად, რომ ისეთი დრო მოვა, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელშიო. გახსოვდეთ, დედა შვილს ყოველთვის აიყვანს ხელში. დედაბუნება ყოველთვის გვიპატრონებს, განკურნავს ჩვენ. დედაბუნება ყველა ჯადოს, ნამდვილი ქალღმერთი, ყველა ჯადოს, ყველა კონტრაქტს, ყველა პირობას, ყველა ფერს გააუქმებს ჩვენთვის. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მასეთი დედები არ აიყვანოთ შვილებმა ხელში. მასეთი დედები არ შემოუშვათ სახლში. მასეთი დედები არ გაიკაროთ გვერდზე. თუ გინდათ, რომ გადარჩეთ, თუ ჯაჭვი უნდა გაწყდეს. ეს პატრიარქატული მანქანის ტოქსიკური საშინელი ჯაჭვი უნდა გაწყდეს. ეგ ქალები არ მიიკაროთ ახლოს. მაგათმა არ იციან პატივისცემა სუსტისა, მაგათმა არ იციან ფასი და ღირებულება და ნამდვილი არსი შვილებისა. მათ არ იციან შვილთა მსახურება, ისინი სუწუწუნებენ, ისინი სუმსხვერპლი არიან, მათ სულ რაღაცა უნდათ, სულ რაღაცა კლიათ, სულ რაღაცა ენატრებათ. და რო აძლევ ამ ყველაფერს ბუნებიდან, წიხლს გიკრავენ, არაფასებენ, უმადურობენ, შეურაცხყოფენ, რადგან კონტაქტზე არიან იმ ყველაფერთან, რამაც ეგენი თითოეული გაანადგურა, რამაც ეგ ქალები გაანადგურა. იგივე გახლავთ, წარმოიდგინეთ ნებისმიერი ტექნიკა, ნებისმიერ Wi-Fi ადაპტერი, ანტენები რომ მოტეხოთ, სიგნალი ექნება? ტელევიზორს პულტის მიმღები ნათურა რო ჩაუმტრიოთ, გადართავ არხებზე? იგივეა ჩვენი სხეულებიც. ეს სატანური სისტემა, მედიცინის სისტემა, ეს სატანისტი ექიმები, ვისაც გაძალებენ, რომ მოიჭერი ძუძუები, ამოიჭერი საშვილოსნო, ამოიღე, რაღაც გინდა. შენ ხო აღარ აპირებ, რომ შვილები ყავდეს, ეს ჩაიდგის, გაიკეთე, ეს ამოიკერე, ის აღარ არის მერე მიმღებლობა დედა ბუნების გულის ფეთქვისა. აღარ გესმით ნამდვილი ქალღმერთისა. მიწიდან მოიზილაო, რო გაგიგიათ და მერე ადამი შექმნაო და ევა შექმნაო და ლილიტი კიდე თავისით არსებობდაო. ეს რისი ამბავია, იცით? რო ეგრეთ წოდებული ლილიტი გახლავთ, იმიტომ გახლავთ ეშმაკისეული, რომ ლილიტი ახლა ქალღმერთ ლილიტზე გესაუბრებით. მისი არსი და მისი სიმართლეები მოვიდა. ქალღმერთი ლილიტი არსებობდა ადამამდე.
და ქალღმერთ ლილიტზე დაფუძნებით შექმნეს მიწიდან ადამი. ლილიტი როგორ არსებობდა? ლილიტამდე არსებობდა საუფლო განზომილება და საუფლო სიცოცხლე დედამიწაზე ლემურია, სადაც უფალი თავისით იყო და არსებობდა აქაურობაში. თუმცა უფალს და უფლიანებს, ამ ბავშვებივით ადამიანებს, იგივე აი ჩვენი კავკასიაში როგორი მოხუცებიც ყავს, არ ბერდებოდნენ, მაშინ იზრდებოდნენ ადამიანები ეთერის ძალიან დიდი რაოდენობა იყო ღვთაებრივი ენერგიების და ადამიანები არა, იმდროინდელი ღვთაებრივი არსებები, იგივე უფალი, განკაცებული აქაურობაში, ხორციელი, უფალი თუ რა ფორმითაც უფლიანები, ხო, არსებობდნენ ერთ სქესად, ყველას ერთი სქესი ქონდა და ყველას ერთი ბმა ქონდა უფალთან, არსთან, დაუშლელი, განუყოფელი არსი იყო, ერთ არსი, შემოქმედი ცათა და ქვეყნისა, ხილულთა, ყოველთა და არახილულთა. ამის შემოქმედის ქვეყნიერი ვერსიები იყვნენ. დიდები იყვნენ, როგორც ხეები, ასეთები იყვნენ უდიდესები. მთების ხელა იყვნენ. და რაღაც სხვა ცივილიზაცია თუ რაღაც სხვა ამინდი, მოდით ამინდი დავარქვათ, შემოიჭრა აქაურობაში, ამ განზომილებაში, რადგან ამოხსნეს ფორმულა, როგორც იქნა, როგორ ჩავიგდოთ სრულიად სამყაროს შემოქმედებაზე უფლებებიო. უფალი უნდა დავიმორჩილოთო. როგორ დავიმორჩილებთ უფალს, მისამდე ვერ მივალთო. როგორ ვერ მივალთო? ქვეყანაზე ჩამობადებულაო, თავისითო, რაღაცა სამოთხე შეუქმნიაო. ნახეთ, ეს არისო, მივაგენითო, იმ უჯრედსო, იმ კვერცხუჯრედსო, იმ წიახსო, სადაც უფალი დაიარებაო. ჩამოვიდნენ აქაურობაში, ააწიოკეს აქაურობა, გადააჯიშეს აქაურობა, შეაჯვარეს ცხოველები უფლიანებთან. ლილიტი გახლავთ ნაჯვარი ცხოველისა და უფლიანის. პირველი მცხოვრები არსი ქალღმერთისა, რომელშიაც უნდა გავიწყდებათ უფალია. არა მხოლოდ ცხოველია, სუმაჟრიალებს რო გელაპარაკებით, არამედ უფალიც არის. მთების ხელა არსებები გააქვავეს. ჩვენი ქალღმერთები, ჩვენი კარგით არს ღმერთები. ნუ დავარქმევთ ქალს ან კაცს, რადგან განუყოფელი არსი იყო, ერთ არსი იყო. თვითმშობი არე, თვითმშობი, თვითმკმარი, თვითშემოქმედი. ჩვენი მთები არიან ჩვენი წინაპრები, ნამდვილი წინაპრები. მთა იმიტომ ეძახის რჩეულებს. მათ განსაწმენდად იძახის, მათთვის რაღაცის გადასაცემად, ნიჭის გადასაცემად იძახის. და პირველი ამ ცხოვრებისეული, ატლანტისისეული ქალღმერთი ლილიტი, როცა უკვე ატლანტისი ჩაიძირა და წაილეკა, რადგან ვერც ერთი ცივილიზაცია ვერ გაიხარებს და ვერ დაშენდება ძვლებზე. ვერ დაშენდება ერთი სამყაროს მთავარ კანონს გიზიარებ წლებია. ეხლაც გეუბნებით, რომ ერთი ღმერთის შემოქმედება, მეორე ღმერთის შემოქმედება არ უნდა დააზიანოს. სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ დააშენებ. ოდითგანვე ეს კანონი მუშაობს. ატლანტისის ცივილიზაცია ჩაიძირა, რადგან
სწორედ ამ პენეტრაციულ, იგივე გამაუპატიურებელ ცნობიერებაზე იყო გადაჯვარება, გადმოჯვარებაზე, თევზები ადამიანებში, მილიონნაირი ლაბორატორიული ჩარევები, მილიონნაირი ექსპერიმენტები, მაღალი ცივილიზაციისგან, შემოჭრილი ცივილიზაციისგან, რომელსაც უფლის დამონება და უფლიანთა უფლებების, ბავშვთა უფლებების მithვისება, ბავშვთა სულების მithვისება უნდოდათ. და მთელი ამდენი ხანია იმალებიან და განკითხვის ჟამს შენ კი არ განიკითხები. შენ კი არ განიკითხები და შენ კი არ განიკითხები. მათი განკითხვის დროა მოსული. მათი პოვნის დროა მოსული. საკუთარ თავში ეგენი იპოვეთ. თუ გიძურებიან თავში. საკუთარ წრეში ეგენი იპოვეთ. თუ შემომძვრალები არიან თქვენს წრეში. მადლობა კინგო. და დედა ლილიტი, ქალღმერთი ლილიტი, ძალიან დიდი პროტესტის და ძალიან დიდი ესეთი ენერგიების მატარებელი იყო, რადგან იგი ცხოველთან შეაჯვარეს. მას ფრთებიც ჰქონდა, რქებიც ჰქონდა და თან უფალს გავდა. და მერე შეუქმნეს მიწისგან, იგივე მთის ქანისგან, იგივე უფლის გაფითრებული სხეულისგან. შექმნეს ჭურჭელი და თავისი ჯადოს ხორცი შექმნეს. რა თქმა უნდა, იქ მარტო ის არ იყო. კლონებზე აქ საუბარი, ადამი არის კლონი, რომელიც იმ გადაჯვარების შემდეგ უფალს დაამსგავსეს, გესმით? პირველ შობილ უფალს დაამსგავსეს, მაგრამ არასრულად შექმნეს. ერთ სქესი შექმნეს. ლილიტმა დატოვა საერთოდ, ეს რაღა ქმნილებაა, ჩემი თავი ვერ ამიტანია, ხა კიდე ამას მაყურებინეთო. და რადგან ლილიტმა და ცხოვრებამ და ცხოველმა მიატოვა, სრულ ცხოვრებაში ჩასვეს, კიდე სხვა კლონი შეუქმნეს, ქალი, რადგან აუცილებლად ქალი და კაცი ერთ არსი გაყრილი უნდა ყოფილიყო ცხოვრების წამღები, მეუღლეობა სწორედ ევასი და ადამისია. მეუღლეობის წნეხი, მეუღლეობის ჯადო, მეუღლეობის საშინელება მათია. მაგრამ ახლა დაბრუნებულია ლილიტი, დედა. ამ ჩვენი მცირე ტანობის, ამ ჩვენი ცხოველური სატანურ შემონაზავი არსისა. და დაგროვილი მადლით, რაც ღვთისმშობელმა დატოვა აქაურობაში. იმ მადლით, იმ ნებით, იმ ცნობიერებით, იმ სიყვარულით, იმ საოცრებით ეძებს ადამიანს, რათა სიტუაცია გამოასწოროს, რათა პასუხი აგებინოს სრულ მამა ღმერთებს, მამა ღმერთის სახელის მიმთვისებლებს, ქალისა და კაცის გამყრელებს, სრულ ქორწინებების ჯვრის მწერებს, ჯვარზე მცმელებს, ბავშვთა ამწიოკებლებსა და ბავშვთა გამანადგურებლებს, ქალწულთა ენერგიების შემსრუტველებს, ენერგოვამპირებს. და ამ ბრძოლაში უკვე ლილიტისა და ადამის ერთობლიობა. ლილიტმა იცის, რა უნდა ადამიანს, ცხოვრება უნდა. რადგან რაც დატოვა, ვეღარ ცხოვრობს. ვერც ვერავინა ლილიტის გარეშე. სუმასელის ეზიზღება ეს თავისი ევა. თავისი უმაქნისი არსობის მეორე ნაწილი. ორი უმაქნისი არსება, რომელიც
რასაც დაუკრავენ, იმაზე ცეკვავენ. რა ვიცი. ძალიან ბევრი წლები. ერთი წუთით შევაერთებ ტელეფონს, თორე გამეთიშება და გადავალ ღვთისმშობელზე. და მის მადლზე. დამტენი სადმა აქვს? ჩემი ხურჯინი სადმა აქვს? ჩემი ხურჯინი უნდა განახოთ, ძალიან სამაღო ხურჯინი მაქვს, ეს არის ჩემი ჯოხი, რომელიც ძალიან ჯადოსნურია და რამდენჯერმე უკვე დავტესტე, თავის ამბებს ახდენს უკვე. დამტენი აქ უნდა მქონდეს სადღაც. და ეხლა უკვე გადავიდეთ ღვთისმშობელზე, ღვთისმშობლის არსზე და მის უკიდეგანო მადლზე, რითიც სრულიად ყველაფერი ჩააწყნარა, მოაშუშა, განკურნა. თქვენ არიცით რა დიდებული და საოცარი წმინდანები და საოცარი არსებები, ადამიანები, ჯერ კიდევ ადამიანები იბადებოდნენ კავკასიის მთებში. მიუხედავად იმისა, რომ აქ ყველაფრის გადაჯიშება, გადაგვარება და ყველაფერი სცადეს, წარმოიდგინეთ, რომ კავკასიის მთებში ჯერ კიდევ გაყრილი სქესები იბადებოდნენ, ქალისა და კაცის ვერსიები, უფლის, ქალური და კაცური არსის ვერსიები, რომლებსაც არ გააჩნდათ გრძნობა სქესისა, ლეკვილომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია. ეს მერე ითქვა, მანამდე მასე იყო ისედაც კავკასიაში. ვერავინ იტყოდა ეს გოგოა ის ბიჭია, ვერავინ, ანუ უფალი იყვნენ, ერთმანეთს დიდი თავმდაბლობით, დიდი სიკეთით, დიდი სიყვარულით, დიდი ერთიანობით არსებობდნენ. არ არსებობდა იქ მამათა მონასტერი და დედათა მონასტერი. იქ ყველა უფლიანი იყო. იქ ყველას უფლებები ჰქონდა. და ბოდიშით და სწორედ მათი აწიოკება და მათი ამბები გახლდათ ქრისტესეული დევნის საწყისები და არა ებრაული ამბები. ქრისტე აქაურიც იყო. შეიძლება იქაურიც იყო, შეიძლება ეთიოპიელიც იყო, შეიძლება ყველგან იყო, მაგრამ აქაური იყო საწყისი ქრისტე, რადგან ეს ერთსქესიანი მსგავსებები და ეს ერთიანი ერთარსი შემოქმედი, სიტყვით შემოქმედი, იგივე მბრძანებლები რო გახდნენ ეხლა და სიტყვის უფლებები რო აქვთ და სხვადასხვა უფლებები რო აქვთ მითვისებული, მხოლოდ და მხოლოდ შემოქმედ არსს აქვს სიტყვის თქმის უფლება. ანუ იქმნეს დღე, იქმნეს ღამე, იქმნეს ცა, იქმნეს ხმელეთი, იქმნეს. გესმით? მაგრამ მათ მიითვისეს უკვე მბრძანებლობები და რაღაცები დაიწყეს და სისულელეებს ბრძანებენ ხოლმე, ვითომ ბრძენობენ რაღაცებს. მოკლედ, ქრისტესეულ და მარიამ ღვთისმშობლისეულ სიმართლეებზე გახლავთ იგივე ისტორიული ფაქტი. ანუ ისტორია იმეორებს თავის თავს, გაგიგიათ ხომ? რომაელები შემოესივნენ, ჯვაროსნები და ვიღაც ესეთები შემოესივნენ აქაურობას. ზუსტად არ ვიცი, უпроსწორედ ჯვაროსნებმა აქედან წაიყვანეს, ესეოდნენ, მაგრამ ქრისტესეული არსი ჯვაროსნებში მოხვდა აქედან, ქრისტეს ჩამომავლობიდან. მაგრამ სანამ ქრისტეს ჩამომავლობამდე
მოვიდოდეთ აქაურობაში შემოიჭრა კიდე ვიღაცა მასეთი შეპყრობილები. არ ვიცი ზუსტად ისტორიულად ვინები არიან, რეები არიან. მე სულიერ დამოკიდებულებაზე მაქვს საუბარი, სულით შეპყრობილები იყვნენ. ამ გამანადგურებლები, ამაწიოკებლები, გამაუპატიურებლები. და სწორედ ასე მარიამ ღვთისმშობელი, დედა ღვთისმშობელი გახლდათ ქურუმი ქალი კი არა, განდობილი ქალი, რომელსაც თავისი დრო ქონდა და თავისი შემეცნება ქონდა ბუნებისა და ყველაფრისა და ქმრად რომელი კაციც დაყვებოდა, ხო, ის გახლდათ ერთ არსის შემავსებელი, თუმცა მათ ხორციელი ურთიერთობა და ხორციელი კავშირი არ ქონიათ, რადგან დედა ღვთისმშობელი გააუპატიურა, მარიამ ღვთისმშობელი გააუპატიურა იმ შემოსულმა ვიღაცა ჯარისკაცმა. ამბობენ, რომ რომაელი ჯარისკაცი იყო. ეს ჩანაწერები თავად რომის პაპის არქივიდან ვრცელდება, რომელიც მოვისმინე და გიზიარებთ. წარმოიდგინეთ, რომ დედა ღვთისმშობელი ქალწული გააუპატიურა ვიღაცა შეპყრობილმა და დედა ღვთისმშობელმა მუცლით, ძალიან დიდი სიყვარულით და ძალიან დიდი უფლის მიმართ მსახურებით ატარა, შემეცნებით ატარა თავისი შვილი იესო ქრისტე. უფალი ჩვენი, ანუ თავად უფლისგან ქონდა წვდომა, რომ ეს ესე უნდა მომხდარიყო, ეს ესე იყო მნიშვნელოვანი და თავი მსხვერპლად ან ჩაგრულად ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ კი არ უნდა გაესაღებინა, არამედ ეს ფაქტი ასე უნდა მიეღო. და რა თქმა უნდა, დედა ღვთისმშობელს სრული სოფელი, თავისი ქმარიც, ანუ ვინც დაყვებოდა, არ მახსოვს იმის სახელი, იოსეფი თუ რაც ერქვა, რასაც ეძახიან ხოლმე. სავარაუდოდ ეგ არ ერქვა აქ ჩვენთან კავკასიულ ვერსიას, ამიტომ არ ვახსენებ სახელს, არ აქვს მნიშვნელობა. ვინც დაყვებოდათ ერთ არსის შემავსებლად, იგივე თავისი კაცი, ვინც დაყვებოდა თან, მან თავიდან ბოლომდე უპატრონა და მან თავიდან ბოლომდე დაჰყვა მის ნებას და რა თქმა უნდა მისი სახელიც, მისი ყველაფერიც დაიცვა იმ ამბის გავრცელებით, რომ დედა ღვთისმშობელი უფლის ნებით დაორსულდა. სწორედ აქედან მოდის ეს ისტორია, რომ დედა ღვთისმშობელი უფლის ნებით დაორსულდა. ანუ უფალმა მას უთხრა, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო და უნდა მიეღო ეს ფაქტი დიდი სიყვარულით, დიდი დათმენითა და მოთმინებით. გესმით ხომ? მიიღო ეს ფაქტი, შვილი გააჩინა დიდი სიყვარულით, გააჩინა სწორედ იმ წიაღშია და იმ პირობებში, სადაც თავად გააჩენდა თავისსავე შვილს, გაზარდა თავისი შვილი დიდი სიყვარულით, დიდი უფლის შემეცნებით, უფლის არსით, უფლის სიტყვით, უფლის დამყოლობით. იესო ქრისტეში იჩინა თავი მამისეულმა ცოდვებმა, მამის გვარიდან და მამის სისხლიდან შემოსულმა აღტკინებებმა, ცხოველობამ, ამ სისხლის წყურვილმა, ამ ყველაფერმა და იცოდა რა, ვინც ეგ მოახერხა, ჯვარზე აწამეს და რაც გაუკეთეს, იცით ეს ყველაფერი და ღვთისმშობელს უფლიდან ქონდა ინსტრუქცია, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, ეს ასე უნდა ყოფილიყო, ეს ასე უნდა აღსრულებულიყო. და ღვთისმშობელს არ მოაკვლევინა საკუთარი შვილი, რადგან როგორი მტკივნეული პროცესით იყო ჩასახული, წარმოიდგინეთ. როგორც მედეამ დაუშვა შეცდომა, შურის ძიებით ვერ უშველა. იმიტომ ამბობს მამა გაბრიელი და ამბობდა, რომ სიყვარული ყველაზე დიდი ძალაა, რაც ვერავინ და ვერაფერი ძლევს. დედა ღვთისმშობელს მიენიჭა ყველაზე დიდი მისია, რომ ყვარებოდა მტერიც კი. თან როგორი მტერი. თავისი შვილის ჯერ ძალით ჩამსახველი. თავისი სიწმინდის, თავისი ერთარსის, თავისი ქალწულობის შემლახველი. ყვარებოდა ის შვილი, გაეზარდა ის შვილი. და შემდეგ ეს გაზრდილი დაეთმო და ეყურებინა ჯვარზე როგორ უწამეს.
თქვენ ვერასდროს ვერ მიხვდებით ვერც ერთი ღვთისმშობლის სიდიადესა და ძალას და მის დიდებულებას მთელი ქალღმერთები, მთელი ეპოქისა და მთელი არსებობის ქალღმერთები აღიარებენ. და აქაურობაში იბადებიან და დაბადებულები არიან ქალები, რომელიც ყველა დედისა და ყველა ქალღმერთის ცოდნას მუცლით ატარებენ, გულით ატარებენ და გონებით ატარებენ და პირით აფრცელებენ. და ამიტომ არის უძლური მძლეთა მძლე ეგ რაღაცა ძალა. ამიტომ დაახვევს აქაურობიდან ეგ რაღაცა ძალა. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ღვთისმშობელი მაგ ძალას ეზიზღება ძულს. ქალი მაგ ძალას, ქალწული მაგ ძალას ძულს და ეზიზღება. რადგან ყველაფრის მშობელია, ყველაფრის დამბადველია. ყველაფრის გამჩენია. მადლობა კინგო. მაგრამ გახსოვდეთ და ნუ გადახვალთ რომანტიზმში. ნუ გგონიათ რომ ციდან გვიცავს ღვთისმშობელი. ცაში უკვე მადლია მისგან ჩაწერილი დიდი დანატოვარია ნამდვილი რწმენისა. საოცარი სიყვარულისა. და ახლა უკვე ღვთისმშობლის შვილთა შეხება ეკრძალებათ და ღვთისმშობლების შეხება ეკრძალებათ. ახლა უკვე ღვთისმშობელი განაგებს და ბრძანებს და გუგუნებს აქაურობაში. ამიტომ საბოლოოდ ცდილობენ ისევ ქალები დააზიანონ, ქალები შეაცდინონ, დედები და ქალები საშვილოსნოების გარეშე დატოვონ, შვილები წაართვან ან შვილებს ჩამოართვან. ყველა ვინც კი ვინმე არ აქვს მნიშვნელობა რისი კანონითა და ძალით მოქმედებს, ფულის არ აქვს მნიშვნელობა რა ძალა უფლებაზეა საუბარი. ეკრძალებათ ნამდვილი ღვთისმშობლისა და ნაშობების აწიოკება, შეხება. გაფიქრებაც კი მათზე. და ისინი ეცდებიან უკვე ცოდვა შემორეულ ქალებს დაგერიონ. ისინი უკვე ეცდებიან განსაწმენდელ ქალებს მოგერიონ. ბოლომდე ამოგწრუპონ და ამოგწურონ და თქვენი საშუალებით შვილიშვილებზე გადავიდნენ. თქვენი საშუალებით სხვა ჯამრთელ წიაღზე გადავიდნენ, ჯამრთელ მიწებზე გადავიდნენ, ჯამრთელ ადგილებში კიბოსავით გავრცელდნენ. და აქ იყოფა სწორედ ეს მსახურობის შემეცნება, სადაც შავი ქალები, ან იგივე გამწარებული და ნაწამები და ესე დაჩეხილი ქალები უკვე აღარ უშვებენ ქალიშვილებთან, ქალწულებთან, დებთან და სხვა ჯამრთელ ჯანსაღ შვილიან ქალებთან ბოროტს. და თუ უშვებენ თავადვე, შთანთქავთ ის ბოროტი მთლიანად. რადგან როგორი ღალატია დედისა და ქალისა. ქალღმერთები პირველ რიგში ასეთ ქალებს საზღურავენ და ეუბნებიან, ჰეი, გამოფხიზლდი, კი ნუ ებრძვი დას, კი ნუ ებრძვი ქალიშვილს, დაიცავი, დაიფარე. უპირობოდ ემსახურე რომ სულები გადაირჩინოთ, რადგან სხეულები აღარ გაბადიათ. და სული რა არის, ამას თუ გაიძახი, მაშინ შენს ნაცვლად უკვე სხვა რაღაცა ლაპარაკობ, რომელმაც ძალიან კარგად იცის სული რაც არის.
დიდება დედა ღვთისმშობელს, დიდებულება მის შვილებს, ნამდვილი ქრისტესეული არსის ჩამომავლებს, არა ადამისა, არა ლილიტისა, არამედ ქრისტეს შვილებს. გითხარით ჯვაროსნებით ქრისტე ევროპაში წაიყვანეს და ვითომ სამეფო ოჯახებშიაც შეიყვანეს ქრისტე. ყველგან არის, მაგიტომ გეუბნებით, ყველგან არის ქრისტე. არ აქვს მნიშვნელობა FBI-ა, KGB-ა, თუ ის არის, რა ქვია, ინგლისის სამეფო ოჯახია, თუ საპაპეთია, ილუმინაცია, თუ ილუმინატებია. ყველგან არის ქრისტე. ყველგან არის იგი. და ყველგან მეფობს და ყველგან დიდებულია. მხოლოდ იცოდეთ ქრისტეს დღემდე ზღუდავენ, სრულწმენებით ბოჭავენ, უფლებებს კი არ უზღუდავენ, ქრისტესეულ უფლებებს თავად იღებენ მოტყუებით, რადგან ბავშვის მოტყუება ადვილია და მარტივია, მაგრამ ქრისტე უკვე დაბადებულია ლომად, ოქროს ლომად და არა კრავად. და ვინც მზად ხართ ოქროს ლომობისთვის, ქრისტე თქვენშია. და ვისაც ჯერ კიდევ კრავობა გინდათ, მან ქრისტე აღარ არის. მან უკვე რაღაცა სხვა ამბავია. ან ფულის მიმართ თავის მოდრეკაა, ან რაღაცა ჯადოების მიმართ თავის მოდრეკაა, ან სრულწმენებით გაჯერებული გონება და არსია, რაღაცა სიმახინჯე. ქრისტე არის ოქროს ლომი, რომელიც აქეთ კრავებს და ყველაფერს იფარავს, მფარველობს და ქმნის. და დიდება პირველ ყოფილ და პირველ მცხოვრებ ქალღმერთებს. არს ღმერთები დავარქვათ, არა აქვს მნიშვნელობა გაყრილ მოცემულობას და გაყრილობას და ის ქალია, ის კაცია, ის არის, ეს არის. და თუ გაყრილია, ვადიდოთ ქალღმერთები და არა კაცღმერთები. რადგან თავად კაცღმერთებიც ქალღმერთებიდან იბადებიან და ქალებს ადიდებენ, ქალებს მსახურობენ და ქალღმერთებს დიდება დედა ღმერთს, იგივე დიდება მშობელ ღმერთს. დიდება მშობელ ღმერთს. ერთ არს განუყოფელს. შერთდი და იქიდან გაისმა. ვერთდები ჩემი ამერიკული სახელი ბევრს გაწუხებ და გეტყვით. ჩემი ნამდვილი სასულიერო სახელია ერთისია. ერთისია. ახლა როდესაც მორგან სისამაია გავხდი, გეტყვით, რომ ვარ ერთისია. ვისიაო? ერთისიაო. I love you.